გვერდება დაცული ინფორმაციის დაუცველობა და უსაფრთხოების ზომები 21 მარტის როგორც აქცია, ასევე კონტრაქციისთვის, როგორია სამინისტროში დასრულებული შეხვედრის შედეგები. საღამომშვიდობისა, ბატონო არჩილ, გმადლობთ, რომ ინტერვიუსთვის ჩვენთან სტუდიაში მოვწადეთ. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით და თამთას ულოცავ დაბადების დღეს. დიდი მადლობა, არჩილ. ბატონო არჩილ, როგორც ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან. როგორი პირობები მოითხოვეთ მას მშვიდობიანი აქციის გასამართად და რაზე შეთანხმდით? დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად სიახლე ქართულ სინამდვილეში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ხდება აქციის და მანიფესტაციების ორგანიზატორებს წინასწარ და გადის იმ კონკრეტულ საკითხებს, რომელიც და წუხილებს, რაც მათ აქვთ, ასევე საქმის კურსში აყენებს თუ რა კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ დაცული იყოს საზოგადოების უსაფრთხოება და ასევე იმ ადამიანების უფლებები და ინტერესები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ აქციაში. სამი დამოუკიდებელი შეხვედრა შედგა რუსთავის მიტინგთან დაკავშირებით, ასევე ზუგდიდის მიტინგთან დაკავშირებით და უკვე შაბათს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. თითოეულ შემთხვევაში ჩვენ ასე ვთქვათ გავიარეთ ყველა დეტალი, ყველა შესაძლო რისკი, რომელიც შეიძლება ამ მანიფესტაციებს ახლდეს თან. ბატონო არჩილ, მაყურებელიც რომ ჩავაყენოთ საქმის კურსში, როგორი იქნება უსაფრთხოების ზომები, იქნება თუ არა გადაკეტილი რუსთაველის გამზირი, იქნება თუ არა ვთქვათ იგივე ჯებირები დამონტაჟებული? მიღებული იქნება ყველა ის ზომა, რაც საერთაშორისო პრაქტიკით არის, საუკეთესო პრაქტიკით არის აპრობირებული. ძირითადად ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ, რომ დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება, დაცული იყოს შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება, ისე როგორც ეს ხდება ევროკავშირის ქვეყნებში, ევროსტანდარტით. რა თქმა უნდა, აქ საუბარია, რომ გადაადგილების თავისუფლება, სატრანსპორტო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი მხრიდან, ასევე საუბარია, რომ იყოს აკვეთილი ის შესაძლო ინციდენტები, რომელიც ასე ვთქვათ კონტრაქციასა და აი ამ დაგეგმილ აქციას შორის შეიძლება მოხდეს. ჩვენ ამას არ დაუშვებთ და რა თქმა უნდა წინასწარ მივიღებთ გარკვეულ ზომებს. საუბარია ასევე იმაზეც, რომ აქციის მიმდინარეობისას ვთქვათ ხელი არ შეეშალოს გადაადგილებას ადამიანების უშუალოდ თვითონ იმ შეკრების ადგილებზე და კიდევ გეტყვით, რომ ქუჩის გადაკეტასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნურად არც ერთი გამზირის გადაკეტვა არ მოხდება. თუ ბუნებრივად გადაიკეტება რომელიმე გამზირი, რა თქმა უნდა, საპატრო პოლიცია შესაბამისად გადააწყობს პროცესებს, ისე რომ სხვა მოქალაქეების გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს და არ შეწუხდნენ თბილისელები. ბატონო არჩილ, თქვენც ახსენეთ, რომ კონტრაქციაც იგეგმება თბილისში. როგორ გეგმავთ, რომ პრევენცია მოახდინოთ გარკვეული დაპირისპირებისა თუ ასეთი შესაძლებელია რომ იყოს? რა იქნება ეს პრევენციული მექანიზმი, როგორია ის? პრევენციული მექანიზმი იქნება, რომ ჩვენ არ დაუშვებთ არანაირ ძალადობას, არ დაუშვებთ ესკალაციას პროცესების და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის თუ ასეთები იქნება შაბათს, არ მოხდეს არანაირი ფიზიკური კონტაქტი. ეს არის ის ელემენტარული ძირითადი საბაზისო მოთხოვნები, რაც ჩვენ წავუყენეთ ჩვენ თანამშრომლებს, პოლიციის ოფიცრებს. მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ესე ზედაპირულად არ მიუდგა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მოვლენებს. შექმნილია სპეციალური ჯგუფი მინისტრის დავალებით, საპატრო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, იურისტები არიან ჩართული, რომ როგორც უფლებრივი, ასევე მისი განხორციელების თვალსაზრისით იყოს ყველაფერი ისე, რომ საქართველოს რეპუტაცია არ შეილახოს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ პოლიციამ, ასე ვთქვათ, იმოქმედოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატიულ ჩარჩოებში. შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაგეგმილ კონტრაქციას, როგორი იქნება ზომები უშუალოდ აქ რუსთავის გამზირზე? მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ყურადღება ასევე დაეთმობა უშუალოდ თქვენი მედია საშუალების, ტელევიზიის უსაფრთხოების საკითხებსაც, ისევე როგორც რუსთაველზე დაგეგმილ აქციას, ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ ამ კოსტავას ქუჩაზე დაგეგმილ აქციასაც, ასე რომ არ ველობით არანაირ ექსცესებს, ვიდებით რომ ეს აქცია ძალიან ასე ვთქვათ დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩატარდება. პოლიცია სათანდო რაოდენობით იქნება მობილიზებული ასევე თქვენ ტელევიზიასთანაც. რაც შეეხება რაოდენობას, როგორ ფიქრობთ, ბატონო არჩილ, დაგჭირდებათ თუ არა დამატებითი ძალების მობილიზება?
არ ამგონია დამატებითი ძალების მობილიზება არ დაგვჭირდება, ის იქნება ის გონივრული რაოდენობა ჩართული, მხოლოდ რაც აუცილებელია, რომ მომიტინგეთა უსაფრთხოება იყოს დაცული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ წინასწარ სპეციალურად შევხვდით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომ თქვათ მათი ხედვები, მათი წუხილები და მოლოდინებიც ყოფილიყო ჩვენთვის ცნობილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და ჩვენ გვაქვს გამოცდილება ჩვენ თანამშრომლები მომზადებულები არაერთი ტრეინინგის და თუნდაც საერთაშორისო პროგრამის სწავლების საშუალებით როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ ვითარებაში. ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პოლიციელებმა და იმ ჯგუფმა, რომელსაც ევალება ასე ვთქვათ ამ პროცესების კოორდინაცია პოლიციის მხრიდან, დეტალურად შეისწავლა 2012 წლის არჩევნამდე მომხდარი ყველა დარღვევა, ყველა გადაცნობა, ყველა შეცდომა, რაც პოლიციამ დაუშვა მიტინგების და მანიფესტაციების მართვისას და ეს შეცდომები, რა თქმა უნდა, იქნება გათვალისწინებული და ამ შეცდომის გამეორება არ მოხდება აი ამ მიმდინარე პროცესების დროს. გასაგებია, ბატონო არჩილ, რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვა დღეს მოხდარ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა ჯიდიბასის მეშვეობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სისტემატურად გადასცემდა ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის წევრ დეპუტატ გივით არგამაძეს. პირველი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით მექნება. გივით არგამაძემ დღეს განაცხადა, რომ ის არის არა მხოლოდ დეპუტატი, არამედ ნდობის ჯგუფის წევრი და შესაბამისად მას ჰქონდა უფლება მოეთხოვა ან მიეღო ამგვარი ტიპის ინფორმაცია. რა სიტყვით თქვენ დეპუტატის ამ არგუმენტზე? დეპუტატს აქვს ინფორმაციის მიღების უფლება, ნდობის ჯგუფსაც აქვს ინფორმაციის მიღების უფლება, მაგრამ ამას არეგულებს კანონმდებლობა და გაუგონარი ამბავია, რომ ნდობის ჯგუფი პოლიციელის გადაბირებით ესე ფარულად იღებდეს ინფორმაციას. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა ნდობის ჯგუფთან, ისინი ხშირად გვიგზავნიან მოთხოვნებს სხვადასხვა ინფორმაციაზე, ჩვენ ამ ინფორმაციას ვაწვდით, მაგრამ ეს არის უპრეცედენტო მაგალითი, როდესაც ნდობის ჯგუფის წარმომადგენელმა გადაიბირა პოლიციელი და როგორც მესამე პირმა მიიღო ის ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცული ბაზიდან, რომლის მიღების უფლება არანაირად და რომლის გაცემის უფლებაც არანაირად არ ჰქონდა ამ პოლიციელს. შესაბამისად, გენერალურმა ინსპექციამ მოახდინა ძალიან ზუსტი ჩარევა, ზუსტად შეისწავლა ის მოვლენები და ის ფაქტები, რაც ამ საქმეს უკავშირდებოდა და ძალიან დროული გადაწყვეტილება მიიღო, პრაქტიკულად ჩვენ მოკვლევა დავასრულეთ და ადეკვატური რეაგირება მოახდინეთ ამ ფაქტზე. ამის გარდა, წინა პერიოდში 9 ასეთ შემთხვევაზე მოახდინეთ რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს არ იყო შემთხვევები, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს გადასცემდნენ პოლიციელები ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ თითოეულ ასეთ ფაქტს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ, რამე თუ პერსონალური მონაცემების დაცვა არის ევროკავშირთან ასოცირების ერთ-ერთი ძირითადი საკვანძო საკითხი და ჩვენ ძალიან ბევრ დროს და ძალიან ბევრ ყურადღებას, დიდ ყურადღებას უთმობთ, რომ ამ მიმართულებით მაღალი სტანდარტი გქონდეს სამინისტროში, ასე რომ მომავალშიც შიდა კონტროლი გენერალური ინსპექციის სახით იქნება უკომპრომისო ნებისმიერი იმ ფაქტის მიმართ, რომელიც შეიძლება არღვევდეს პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპებს. თქვენ ახსენეთ სიტყვა გადაბირება. გაქვთ თუ არა ინფორმაცია რის სანაცვლოდ ან და რის საფუძველზე აწვდიდა გათავისუფლებული თანამშრომელი ინფორმაციას დეპუტატს? ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ხდებოდა პირადი ინტერესებით. თუ რა იყო ეს პირადი ინტერესი, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ. ბატონო პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განცხადება, ნახეთ ცოტა ხნის წინ, დარწმუნებული ვარ, რომ და მოგიწოდეთ, რომ უმკაცრესად დაისაჯონ პოლიციელები, რომლებიც ასეთ ქმედებას ჩაიდენენ. ბატონო არჩილ, რა შეიძლება იგულისხმებოდეს უმკაცრესად დასჯაში? თქვათ, ერთი არის, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია თუ არა კიდე ამ შემთხვევაში და თუ ხედავთ ამაში, თუ იკვეთება ამ მოქმედებაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის რაიმე ნიშნები? ამ შემთხვევაში გენერალური ინსპექცია და მის პრეროგატივა იყო, რომ ჩაეტარებინა მოკვლევა, ჩვენ პირნათლად შევასრულეთ ის პროცედურა, რომელიც იყო გათვალისწინებული და მივიღეთ ყველაზე მკაცრი ზომა, რაც შეეძლო გენერალური ინსპექციას მიიღო. რა თქმა უნდა, თუ ეს გახდება უკვე გამოძიების საგანი და თუ პროკურატურა ასე ვთქვათ, გამოძიებას ჩაატარებს ამას დაკავშირებით, შემდეგ მოხდება მშეობა თუ კონკრეტულად რომელი მუხლის დარღვევა შესაძლოა იყოს ამ საქმეში და რა თქმა უნდა, შემდეგ საჯელის სიმკაცრეც უკვე იმ მუხლით განისაზღვრება
რომელიც შეიძლება ამ საქმეს დაუკავშირდეს. ხა მე მოვერიდები, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც არის ნეიტრალური, რომელიც ემსახურება და იცავს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მიმდინარეობისა, თუ წამსისა, თუ სხვა ნიშნისა, მოვერიდები, რომ წინასწარ გავაკეთო რაიმე განცხადება, გნებავთ მუხლთან დაკავშირებით, გნებავთ საჯელთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ თავარია, რომ ეს ადამიანი გამოვავლინეთ, თავარია, რომ წარსულში ასეთ შემთხვევები გამოვლენილია და კვირდებით, რომ მომავალშიც არავის არ მივცემს საშუალებას, რომ მესამე პირებზე გასცეს იმ ადამიანების შესახებ ინფორმაცია, რომელთაც აქვთ იმედი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას საიმედოდ იცავს. ერთი არის, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებს და, მაგრამ მეორე არის, რომ ინფორმაცია რეალურად უკვე გავიდა. ცხრა შემთხვევა იყო ასეთი. არის თუ არა რაიმე პრევენციის მექანიზმი ისეთი ბერკეტი, რომელიც უკვე ამ ინფორმაციის გასვლას საერთოდ შეზღუდავს? მე გეტყვით რიცხვებს და თქვენ თვითონ მოგეცემათ საშუალება შეადაროთ ეს 9 შემთხვევა, 10 შემთხვევა ბევრია თუ ცოტაა, მიუთითებს თუ არა ეს სისტემურ პრობლემაზე. მე გეტყვით, რომ ჩვენ სისტემაში დაახლოებით 42,000 ადამიანი მუშაობს. წლის განმავლობაში 17,000-ზე მეტი დაკავება ხდება, ანუ ამ დაკავების რა თქმა უნდა ახლავს საქმის წარმოებას. ჩვენ ვიცავთ საქართველოს საზღვარს და ასევე წლის განმავლობაში არაერთი სხვა ტიპის უпростоრად პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება ხდება. ეს რომ წარმოვიგინოთ, თუნდაც 112 ცენტრი, რომ ვთქვათ, დღე-ღამეში დაახლოებით 25,000 ზარს პასუხობს და ათასობით შემთხვევაზე ახდენს რეაგირებას, ბუნებრივია, როდესაც აი ასეთ მასშტაბებზე არის საუბარი, იქ 10 შემთხვევა, თუნდაც წლის განმავლობაში, მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დაბალი ნიშნული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის აბსოლუტურად აღმოფხვრა შეუძლებელია, შესაძლებელია, რომ იყოს ეფექტური კონტროლი. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ კონტროლი არის საკმაოდ ეფექტური. მე შემიძლია გითხრათ რიცხვები ეს 10 თანამშრომელი არ არის მხოლოდ ერთი ათეული, რომელიც წლის განმავლობაში გნებავთ 13 წელს, გნებავთ 14 წელს იქნა სხვადასხვა გადაცდომების გამო დისციპლინარულად დაჟილი, ბევრად მეტი პოლიციელი იღებს დისციპლინურ, ასე ვთქვათ, საჯელს წლის განმავლობაში და ეს ხდება იმისათვის, რომ პოლიცია იყოს მოწოდების სიმაღლეზე, პოლიციის მოქმედებები ჩნდებოდეს კანონმდებლობის ჩარჩოში და ადამიანებმა იგრძნონ, რომ პოლიცია არის საზოგადოებაზე ორიენტირებული, რომ პოლიცია არის მათ გვერდით და პოლიცია იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ასევე იცავს ადამიანს, ემსახურება ადამიანს. ეს არის თქვენი პოზიცია და მართველი გუნდის უკვე ოპოზიცია კი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეს არის მთავრობის იარაღი, პოლიტიკური დევნის იარაღი, რომელსაც იყენებენ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. როგორ უპასუხებთ აი ამ ბრალდებას? შეიძლება პირველ რიგში გამეღიმა ამაზე, იმიტომ რომ დავაზუსტებ, ისინი არ გვაბრალებენ პოლიტიკურ დევნას, ისინი გვაბრალებენ პოლიტიკური დევნის გაფიქრებას. ესე უფრო ზუსტი იქნება. რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, მე მუშაობდი სახელმწიფოს აპარატში და კარგად მახსოვს, ეს არის არაერთ ანგარიშში ასახული, როგორ გამოიყურება პოლიტიკური დევნა, როგორ გამოიყურება მიტინგების ხელშეშლა და პოლიტიკური აქტივობის ხელშეშლა. ეს არის ქუჩებში დაყრილი უსმნები, ეს არის იგივე ბათუმის აქციაზე ორსული ხალბატონების დევნა, ეს არის ადამიანების ცემა, ეს არის მანქანების ჩამორთმევა, ეს არის ასე ვთქვათ, ძრავში მანქანის ძრავებში ქვების ჩაყრა. მე ვფიქრობ, ერთ ფაქტსაც ვერ მოიყვანენ ის ადამიანები, ვინც ეს დევნაში გადანაშაულებენ, როდესაც პოლიციამ გააკეთა ამ ტიპის ქმედება. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ რომელიმე პოლიციელი თავს უფლებას მისცემს და დაარღვევს ადამიანის უფლებებს, აუცილებლად ამაზე იქნება მკაცრი რეაგირება. მეორეს მხრივ კი ჩვენ კიდევ ერთხელ თქვენი ეთერითაც ყველა პოლიციელს ასე ვთქვათ ვეუბნებით, რომ მათ გაბედულად იმოქმედონ ადამიანების დასაცავად, გაბედულად იმოქმედონ კრიმინალის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში, როდესაც იგივე აქციების ჩატარება მოხდება, მათ თავდაჯერებით უნდა დაიცვან უსაფრთხოება, მათ შორის იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც შეიძლება ამ შემთხვევაში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდეს თავისი ასე ვთქვათ ტრანსპარენტებით, მოწოდებებით და ასე შემდეგ. გასაგებია, მადლობა.